მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი ამღამინდელი საუბრის სტუმარი გახლავთ რობერტ სტუროა. ბატონ რობერტ, დიდი მადლობა, რომ დაგვრჩით და მოგზანდით ჩვენთან სასაუბრად. Დირექტ მადლობა თქვენ. ბატონ რობერტ, ამ გადაცემის ფორმატშიც და სხვა ადგილებში, სადაც მე შევხვდები სტუდენტებს თუ სხვა ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებს, ისევ და ისევ ტრიალებს ეს ტერმინი პოსტმოდერნიზმი. არის საუბარი იმაზე, რომ აი საქართველოს მეკითხებიან ხოლმე საქართველოში შედგა პოსტმოდერნიზმი და გაამართლა თუ არა და ყოველთვის გულისხმობა 90 წლების პერიოდი, როდესაც ესე იგი დაინგრა საბჭოთა კავშირი და ეს რკინის ფარდა ჩამოვარდა და მე ვპასუხობ, რომ საქართველოში პოსტმოდერნიზმი დაიწყო გაცილებით ადრე, დაიწყო სადღაც 60-იანი წლების ბოლოს და დაიწყო თეატრით და ამ შემთხვევაში გულისხმობ მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლს ჭინჭრაკა და თქვენს სპექტაკლებს, რომლებიც, 60-იანი წლების ბოლოდან მოდი და შემდეგ 70-იან წლებში, ასე ვთქვათ, კიდევ განვითარდა და მე ვამბობ, სწორედ ეს იყო პირველი კლასიკური ნიმუში ქართული პოსტმოდერნიზმისა. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას და რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი შეფასება თქვენი, ასეთი კატეგორიზაცია? არა, ეთანხმებით. მაგრამ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უფრო ადრეც არის დაწყებული. მხატვრობაში მართალია ეს იყო ესეთი ახალი რამ და მე ის მოისპოვდა 20-იანი წლების ფინალში. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ასე თვლით და ალბათ შესაძლოა ასეც იყოს. ხო, იმიტომ რომ მართლაც და კლასიკური ყველა ის აუცილებელი ატრიბუტი, რაც ამ ტიპის ხელოვნებას აქვს, თქვენს სპექტაკლებში მაშინ ჩანდა, ჩემთვის ცოტა უცნაურიც და გასაკვირიც არის. მაინც მაშინ იზოლირებულ ქვეყანაში ცხოვრობდით, იყო მართალია რკინის ფარდაში რაღაც ხვრელებით პერფორირებული იყო ის რკინის ფარდა, სადაც ინფორმაცია შემოდიოდა, მაგრამ ესეთი სრულფასოვანი სახით შექმნა იგივე ყაიდის, იგივე ტიპის მხატვრული კნილებისა, რომელიც იქნებოდა დასავლეთში, ხო? მაშინდელი ქართველები და მე მახსენდება ერთ-ერთი გივი მარგველაშვილი, რომელიც წერდა დაახლოებით იმ ტიპის ლიტერატურას, ზუსტად იგივე ლიტერატურას, რომელსაც წერდნენ ინგლისელები, იტალიელები და ამერიკელები მაშინ. აი რა იყო თქვენი შთაგონების წყარო იმ პერიოდში და ინფორმაციის წყარო, რა თქმა უნდა. შეიძლება ასეთი უცნაური რამ გითხრათ. მაგალითად თეატრში ხდა შეიძლება შენ არ ნახო სპექტაკლები, რომელიც მithumetes მაშინ იყო უცხოეთში, შენ შეგიძლია წაგეკითხა რაღაც კრიტიკული რეცენზიები, აი რა ხდება ასე ვთქვათ ბურჟუაზიულ ქვეყანაში. მაგრამ ხელოვნებას აქვს ერთი რამ, რაც თითქმის მაგიურად მეჩვენება, რომ იგი ვრცელდება ასე ვთქვათ ვირუსებით. აი ის რაც იქ შეიქმნა დავუშვათ ის ნიადაგი აქაც არის მზად იმისთვის რომ შეიცვალოს სტილი, შეიცვალოს აზრები და ასე შემდეგ, რაც ახასიათებს საერთოდ დიდ სტილს. და მე ვიტყოდი აი ესე ვირუსებით გადმოვიდა ჩვენთან ის რაც ჩვენ არ შეგვიძლია გვენახა, ან თუ ნახულობდით რაღაც ისეთი უცნაური ჟურნალ-გაზეთებიდან, ძირითადად ეს იყო რაღაც პოლონეთში გამოცემული ჩეხეთში, რომელსაც ჩვენ ასე ვიწერდით, ამყიდულობდით, ჯერ არ შეიძლება მისი გამოწერა. ან რაღაც გამოფენები იყო, აი მახსოვს ამერიკული გამოფენა მოსკოვში, სადაც სპეციალურად წავედი და ვიზა შემამიშოვა, მომცა თავისი საშვი და შევედი ამ გამოფენაზე და ეს რომელი წელია? ეს არის 61 შეიძლება. ეს ოქტეპელის პერიოდია, ხრუშჩოვის პერიოდი, როცა გაიხსნა რაღაც შუზები. ხო და იქ მოვიპარა კიდევაც კანდინსკის წიგნი, იმიტომ რომ მე ყველაფერ უბედურებასთან ერთად წიგნის ქურდიც გახდა. წიგნის ქურდი არ არისო, როგორც ლენინმა გვიანდელდა. ამბობენ რომ არ უთქვავს ეს. უბრალოდ იპარავდა. ხო, წიგს გააჩნია საკის. და მე მეჩვენება რომ აი ესე ეს ჩვენ არც თეორიულად ვიყავით მომზადებული
ამ პოსტმოდერნისტვის და მე მეჩვენება რომ აი ახლა ვიყიდე შესანიშნავი წიგნი ასე ვთქვათ სერია არის ასეთი კრეტინებისთვის ვინც არაფერი არ იცის გამოშვებულია ყველაფერზე ხო და ცალკე არის პოსტმოდერნიზმზე წიგნი საკმაოდ აღმოჩნდა მოზრდილი რუსულად არის თუ ინგლისურად ესე იგი პოსტმოდერნიზმი для чайников ალბათ ესე ქვია ხო და ჩაინიკოვა არა ეს უფრო ცოტა უფრო რთულია კიდე უფრო მაგარი დონეა და აი ამ სერიაში გამოდის ცნობილი ფილოსოფოსების ხო და რო გადავიკითხე საკმაოდ ესეთი კარგი წასაკითხია და ისა როგორც კომიქსი ესე არის მოტანილი მაყურებლისთვის, მკითხველისთვის. უნდა გითხრათ რომ მეჩვენება რომ ამ წიგნიდანაც და საერთოდ რაც წამეკითხავს, რომ თლად კარგად ჩამოყალიბებული არ არის, რა არის, ძალიან ვრცელი არეალი აქვს აღებული ამ ხელოვნების სტილს და ყოველ შემთხვევაში ბევრი თვისებები, რომელიც ჩვენ სპექტაკლებში გამოყენებული იყო, ავიღოთ ახლა მე უფრო მეჩვენება რომ აი ხანუმადან დაიწყო. რა თქმა უნდა, მეც ზუსტად მაგას გულისხმობ, ხანუმადან დაიწყო. ზუსტად თვისებები, ჯერ მრავალენოვანობა ამ სპექტაკლის დაწყებული სომხურიდან, თათრულიდან, რუსულიდან, ფრანგულით დამთავრებული და ნამდვილი ქართულით, ქალაქული ქართულით, ვეფხის ტყაოსნის ენით, ყველაფერი იყო ერთმანეთში არეული. რაც საშინელი სკანდალები გამოიწვია მაშინ. და მუსიკა, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, თანამედროვე ჯაზური, ასე ქალაქურ თემებზე. და აგრეთვე ბატონ მიშა ჭავრელთან ვიყავით სახლში მე და გია, ეს იყო კონჩელი, ეს იყო უკანახსენი მოხიკანი ასე ვთქვათ, რომელსაც ახსოვდა ყველა მელოდია. დაჯდა როველთან შესანიშნავად უკრავდა და ესე იგი დაახლოებით 6 საათი გვიმღეროდა იმ სიმღერებს, რომელიც ალბათ ჩვენ მაშინ არ ქონდა ჩამწერი აპარატურა, თორემ უნდა ჩაეწერა ნორმალურ კაცს ეს სიმღერები. საოცრება ესეთი რამ სპექტაკლი დადგა მაშინ ბატონმა მიშამ. ახლა ცოტა გადავხვიეთ ამას, მაგრამ არა, ჩვენ მაგ თემას კიდე დაუბრუნდებით მუსიკის და თვენი თეატრის ურთიერთობაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ და ჯაზურ მუსიკასაც. ხო, არის ძალიან ბევრი ელემენტი იყო მაშინაც ფაქტიურად მე როდესაც დავიწყე ამ თემაზე მუშაობა, რასაც პოსტმოდერნიზმი ქვია ეს 90-იან წლების დასაწყისში და როდესაც ვკითხულობდი ლიტერატურას და მართლაც და ძალიან რთული განსასაზღვრია ამ ტიპის ხელოვნება მისი ერთ-ერთი მკვლევარი წერს კიდევაც, რომ პოსტმოდერნიზმის განსაზღვრებას როცა ცდილობ, ესე იგივეა, რომ ჰიდრას თავები მოაჭრა, ეს მოაჭრე, მე ამბობ მეორე და ესე და უსასრულო, მართლა მოუხელთებელი ცნებაა დღესაც კი, მაგრამ როდესაც ვკითხულობდი ამას, როდესაც ვკითხულობდი სხვა ავტორებს, ყოველთვის მედგაცვალდი თქვენი სპექტაკლები, იმიტომ რომ იქ ჩანდა ეს ყველაფერი, იქ ჩანდა კარნავალიზაციის ელემენტი, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ამისი, ანუ აყირავება, ესეთი პაროდიული ჯამბაზური აყირავება რაღაც ოფიციალური იდეოლოგიის და ასე შემდეგ და საერთოდ ნიღბის და ესეთი ფოლორცის ხელოვნება, მოედნის ხელოვნება, რომელიც თქვენ თეატრში გადმოიტანეთ. ეს იყო ენობრივი, რა თქმა უნდა, ესეც აღრევაც. ეს იყო არის ასე აკადემიურ ტერმინს ვიხმარეს ორმაგი კოდირება, ანუ ორი ენა ერთდროულად რომ მუშაობს. და თქვენ ამას ახერხებდით ძალიან კარგად, ტრაგედიის ინტერპრეტაციის ეს თქვენ შემოქონდათ ფარსის ელემენტი, ანუ ტრაგედია და ფარსი ერთად მუშაობდა, ანუ ტრაგიკული ფარსია რიჩარდ მესამე მაგალითად, ხო? და ამაშია ყველაზე მისი დიდი სიძლიერე და დარტყმის ძალა მაყურებელზე. ეს არის ყველაფერი დაკავშირებული პოსტმოდერნიზმის კიდევ ერთ თვისებასთან, კლასიკური მემკვიდრეობის კლასიკური ლიტერატურის ხელახალ წაკითხვასთან და ხელახალ ინტერპრეტაციასთან და ხელახალ გააზრებასთან, რასაც ჩემი მასწავლებელი და მე როგორც მახსოვს თქვენი მეგობარი იმ დროს ნიკო ყიასაშვილი, ჯოისის თარგმნელი და შექსპირული ასე თქვა კვლევების ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში ეძახდა კლასიკის პაროდიულ ადაპტაციას. იმიტომ რომ თვითონ
ჯოისის ულისეში, ეს იმდენად წინ წამოწეულია და არა მარტო ჯოისის ულისეში, იმ დროინდელ ხელოვნებაში, 1920-იანი 30-იანი წლების ხელოვნებაში და შემდეგ პოსტმოდერნის დროს ეს კიდევ უფრო გამავდა, რომ იგი დაინტერესებული იყო ამით და უპირველეს ყოვლისა თქვენს სპექტაკლებში ხედავდა ამას. თქვენ შექსპირთანაც ეგეთი დამოკიდებულება გქონდა თავისუფალი ტექსტის მიმართ და არა მარტო შექსპირთან, არამედ ისეთი ავტორი, როგორც იყო თქვა საბჭოთა ავტორი შატროვი. მე მახსოვს თქვენ დადგით მაგის ერთი პიესა, რომელიც ცოტა არ იყო სკანდალით დამთავრდა კინაღამ, ეს არის წითელი ცხენები ლურჯ ბალახზე თვალ მეშლება, როდესაც სპექტაკლი იწყებოდა იმით, რომ ლეინის ბიუსტი იდგა. ეს არის 70-იანი წლებიდან, ლეინის ბიუსტი იდგა ავანსცენაზე და თქვენ გამოდიოდა, თუ თქვენ არა, მაგრამ პერსონაჟი გამოდიოდა და თავზე ასხავდა წყალს. თქვენ ქონდათ ასე და ყოველთვის ლაღი და თავისუფალი დამოკიდებულება კლასიკური ტექსტების მიმართ. ეს ვიმეორებ წმინდა პოსტმოდერნისტული ტენდენცია, რომელიც დასავლეთში უპრობლემოდ მიდიოდა და მიზანმიმართულად რო ავიღო თქვა ტომ სტოპარდის მიერ ხელახლა წაკითხული ჰამლეტი, რომელიც დანახულია სულად მარგინალური პერსონაჟების თვალით. ლორენ გრანცი და გილდესტერნი არიან ცენტრში მთელი ამ ტრაგედიისა. აი რას ფიქრობთ ამაზე თქვენთვის, რა არის ამაში საინტერესო და რა არის ამაში თავარი შემოქმედებითი მუხტის მომცემი? სერიოზულად შეგიძლიათ კლასიკური ტექსტის სახმა? არა, სერიოზულად არ აღვიქვა, არ შემიძლია. მე საკმაოდ აი ბევრი ფიქრობს, რომ მე ძალიან თავისუფლად ვეპყრობი შექსპირის, თუნდაც შექსპირის ტექსტებს. და თუ მიხედავ და კარგად ჩავღმავდები, აღმოჩნდება, რომ ეს ყველა ტექსტი არის იქ. უბრალოდ შეიძლება მე ერთი გმირი ლაპარაკობს ამ ტექსტს და მე სხვა გმირს გადავცე ეს ტექსტი. ანა დავამონტაჟო, შევამცირო. პირდაპირ ძალადობა, ასე ვთქვათ, ორიგინალში. აი პირდაპირ ძალადობა, რომელიც დაუშვათ 21 საუკუნემ შემოიტანა, ასე ვთქვათ, სადაც რეჟისორი პრაქტიკულად ხდება არა მარტო ინტერპრეტატორი, ან და ილუსტრატორი ამა თუ იმ პიესის, იგი ხდება უკვე ავტორი, დრამატურგიც კი. ეს უკვე ისეთი ახალი დრამა არის, რაც უკვე ჩემთვისაც ისეთი უცნაურია, იმიტომ რომ თუ შენ იღებ დაუშვათ ფიქრობ ხოლმე ასე შექსპირის პიესას და შენ ვერსიას ქმნი თავისი ტექსტით, აი მაგალითად ახლა წავიკითხე, რომ დაიდგა ხაბერ ვიხსენებ რა პიესა, სადაც შექსპირის გმირები გახდნენ რუმინელი გასტარბაიტერი გერმანიაში დაიდგა ძირითადად ასეთი ექსპერიმენტები ძალიან თამამი გერმანიაში დაიწყეს და ლაპარაკობს ნახევრად რუმინულად დანარჩენი გმირები არიან გერმანელები, ამავე დროს არის ვიღაც თურქი, ისიც გასტარბაიტერი, ისიც ლაპარაკობს ასე თავის დამტრეულ გერმანულით და პრაქტიკულად ახალი პიესა და ის უკვე ასე ძალიან რთულად არის მოსაძებნი ის პირველი წყარო, რომლითაც სარგებლობს რეჟისორი. რასაკვირველია პირველად ჩემშიც კი რაღაცნაირად ისეთი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს რაღაც ისეთი ტენდენცია, სადაც უკვე რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ მთლიანად იკისროს თეატრის ესეთი ზურგზე აკიდება და ყველაფერი თვითონ იყოს. რაც იყო ადრე ალბათ ასკვეთვისაც ერთობ მისაღები იქნებოდა, იმიტომ რომ ყოველთვის ცნობილია, რომ ეს იყო რეჟისორი, თქვენი თეატრი იყო რეჟისორის თეატრი პირველ ყოვლისა. მე ახლა დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ახლა ისტორიიდან ვიცით, ბერძნული თეატრი იყო დრამატურგის თეატრი, იქაც ყავდათ რეჟისორი, იმიტომ რომ იმ სპექტაკლის დადგმა, როგორც სირთულეს წარმოადგენს დადგმისთვის ბერძნული დრამა, მოითხოვს აუცილებლი ძალიან ისეთ გამოკვეთილ ტრადიციას თეატრალურ რეჟისორას და იქ